საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ ფოკუს, მე სალომე უგულავა ვარ. საყდრისი ყაჩაღიანის საბადო კვლავ ყურადღების ცენტრშია მაღარომ, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა, ის გასულ წელს დაკარგა და დღეს მას სამინისტრო არქეოლოგიურ ობიექტად მოიხსენიებს. დღეს ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებთ, რამდენად სწორად წარმართა კულტურის სამინისტრომ ეს პროცესები, უნდა ჰქონდეს თუ არა საბადოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, რატომ ვერ იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე სამუშაოების გაგრძელების შესახებ. პირველი ბლოკის სტუმრები არიან ნიკა რურუა, კულტურის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე. მე მივესალმები ჩემს სტუმრებს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ მოგვიანებით ასევე შემოგვიერთდებიან არქეოლოგები გიორგი გოგოჭური და გოდერძი ნარიმანიშვილი. სამწუხაროდ კულტურის სამინისტრომ არ ისურვა გადაცემაში მონაწილეობა. ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ მეცნიერებმა უკვე და მათ თავიანთი სათქმელი თქვეს და ასევე ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩემს სტუმრებს. ბატონო ნიკა, თქვენთან მექნება პირველი შეკითხვა. თქვენ მინისტრი ბრძანდებოდი და ზოგადად თუ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ძეგლის სტატუსი თქვენი მინისტრობის პერიოდში და ზოგადად მის ღირებულებაზე რას გვეტყვით სამეცნიერო თვალსაზრისით? ეს სტატუსი, რომელზეც ახლა არის ლაპარაკი, რომლის მოხსნაზეც სალომე ჯერდი. მოგესალმებით პირველად ვარ, თუ არ მეშლება თქვენი გადაცემაში კეთილი იყოს. ეს სტატუსი არ მინიჭებია ჩემი კულტურის სამინისტროში მუშაობის დროს. ეს მიენიჭა მანამდე ნიკა ვაჩეიშვილის მინისტრობისას და მიენიჭა იმიტომ, რომ გერმანელმა მეცნიერებმა, ვინც კვლევა ჩაატარეს, აღმოაჩინეს უნიკალური მეთოდი ოქროს მოპოვებისა, რომელიც 2000-ან 3000 არ არის დადგენილი წლის უკან ფაქტიურად არსად არ არის სხვაგან აღმოჩენილი. ეს არის აი ოქროს ძარღვზე მიყოლის რაღაცნაირი უნარი, რომელიც მაშინდელ მომპოვებლებს ჰქონდათ ამ კვლევარების გერმანელების აზრით და ასევე ნაპოვნია ამ ადგილზე აი მოპოვებული მადანის დაჩეჩქვისთვის საჭირო ის ქვები. ანუ ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ საჭირო გახდა ამაზე ჩატარებულიყო კარგი კვლევა. გერმანელებმა პირველადი კვლევა ჩაატარეს და გვირჩიეს, რომ არ განადგურებულიყო ეს ადგილი, ვინაიდან ის შესაძლოა შეიცავდა ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ მტკიცებულებას ამ ოქროს მოპოვების თაობაზე. ამას მიენიჭა ჯერ ძეგლის სტატუსი, შემდეგ ოდნავ მაღალი სტატუსი, ეროვნული ძეგლის სტატუსი, რომელიც შემდეგი ნაბიჯია და ჩემთან პირველად საუბარი ამაზე შედგა აი სწორედ არჩევნების ჩატარების ოდნავ შემდეგ, როცა გადაბარება ხდებოდა ხელისუფლების, მაშინ თხოვეს აი ამ ფირმის წარმომადგენლობა, ვინც დღეს მფლობელები არიან ამ ტერიტორიის, რომ მომეხსნა ეს სტატუსი, რაზეც მე ვარ ვთქვი, იმიტომ რომ არ იყო ნათელი ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო იყო ეს ტერიტორია, ეს თვითონ ადგილი, მინდოდა საბადო, მინდოდა გარკვეულიყო ეს კომპეტენტური ხალხის მიერ და ამიტომაც თავი შევიკავე ამ სტატუსის მოხსნაზე. როგორც გაირკვა, შემდგომ ეს მოხდა ჩემი მემკვიდრის 2013 წელს მიერ და დღემდე გაურკვეველია, მართლა იქ არსებობს რაიმე ღირებული თუ არა. ამიტომ მე ამ სტატუსის მოხსნას არ ვიჩქარებდი, სანამ დამოუკიდებელი ხალხი, მიუკერძოებული ხალხი გააკეთებდა თავის დამოუკიდებელ და კომპეტენტურ დასკვნას. ახლა იქ კომისია მიმუშავა პრინციპში კულტურის არაფერი არ არის, თქვა, ეს არ არის გადამწყვეტი მომენტი ჯერჯერობით აღმოჩენილი, იმიტომ რომ ზოგადად აი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაც არსებობს, ხო როგორც ვიცით, ლეგენდებსაც იცავენ. და თუ აქ რაღაცა ამბავი არის, შეიძლება ამ ამბის დაცვაზე ვილაპარაკოთ ისე რომ არც ინვესტორი დაზიანდეს და ვთქვათ, არც კულტურული მემკვიდრეობა განადგურდეს. რაღაცა კომპრომისის მოძებნა მე დარწმუნებული ვარ შეიძლება, მაგრამ უნდა გაკეთდეს ეს ჩქარა და მიჩუმათებულად. ამიტომაც სწორედ ეჭვი შემეპარა მაშინ, როდესაც მოვიდა ეს ხალხი და მე მთხოვა ამის გაკეთება, მომეჩვენა რომ ეს რაღაცნაირად აი ამ ისინი ამბობენ, რომ ამ ობიექტის, ამ ტერიტორიის ათვისების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია და ყველაფერი ღირებულებას გარკვევს და მე ვუთხარი რომ მე წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ რადგან ხელისუფლება შეიცვალა და ეხლა ახალი მინისტრი ხარ, მომოდით იმას მიმართეთ, გამოიკვლიეთ ეს ადგილი და შემდეგ თუ ეს ესეა, მართლა ბუნებრივია სამუშაო ადგილებით ძალიან რაღაცა ღირებულია ჩვენთვის, იმიტომ რომ მუშევრობა დღეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა საქართველოში და ეკონომიკისთვის იმ კონკრეტული კომპანიის მოღვაწეობაც მნიშვნელოვანი რაღაცაა.
დიახ, მადლობს ბატონო ნიკა, დაგიბრუნდებით ბატონ სულხან, თქვენთან მექნება იგივე შეკითხვა ამ პროცედურებთან დაკავშირებით, რამდენად სწორად წარიმართა თვითონ კულტურის მინისტრი ბატონი გურამ მოდიშარია, ხას უსვამს, რომ მათ არ მოუხსნიათ სტატუსი, უბრალოდ ბათილაცნეს, რადგან თავის დროზე არასწორად ჰქონდა მინიჭებული. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესს? საღამოშტობის მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ არის არა ის მოუხსნეს თუ ბათილაცნეს, არამედ ის თუ რა გააკეთეს აი ამ ბათილაცნობის შემდეგ. სამინისტრომ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო ჯერ კიდევ კომისიის შექმნის ეტაპზე. მე მაქვს ნანახი ყველა ის დოკუმენტი, რითაც ეს პროცესი დაიწყო 2013 წელში. პროცესი დაიწყო როგორ? 2013 წელს ჯერ იყო და კომპანიამ წერილი შეიტანა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბატონ ივანიშვილის სახელზე და ითხოვა დახმარება იმ მოტივით, რომ აქ საწარმო აწყობდა გარკვეულ პრობლემებს იმის გამო, რომ კულტურული მემკვიდრეობა იყო. და შემდეგ პრემიერმა გადაეგზავნა პრემიერისგან სამინისტროს, რატომღაც სამინისტრომ შექმნა კომისია, რომელსაც დაავალა ერთ-ერთ მოთხოვნად ემუშავა ძეგლის გადატანის შესახებ. ანუ თავიდანვე აპრიორი უკვე განსაზღვრული იყო სტატუსი უნდა მოეხსნათ უძრავი კულტურული ძეგლის სტატუსი ამოშენდა და გამختارიყო მოძრავი. პრინციპში ასეც მოხდა, იქ იყო ბათილობის საფუძველი, როგორც ამბობენ, იმიტომ რომ იმ დოკუმენტში მოხდა, რომელიც წავიდა მომხდარიყო საყდრის ხაჩაღიანი თავის დროზე, მაგრამ სამინისტრომ ნაცვლად იმისა, რომ მაინც შეეტანა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში რისი უფლებაც მინისტრს ერთპიროვნულად აქვს 6 თვით ვადით შეიტანოს თუ კი ვერ დგინდება ობიექტის რაობა პრობლემები აი არსებობს კითხვები ზუსტად ის მოცემულობა რა მოცემულობაც იყო პრინციპში კომპანიის მიერ კომისიის მიერ დადებული დასკვნის შემდეგ და 6+6 სისტემით ანუ 6 თვით კიდევ გაგრძელება შეიძლება ამ ობიექტისთვის ნუსხაში ყოფნის მასზე ვრცელდება ძეგლის დაცვის ყველანაირი სტანდარტი ასეთ შემთხვევაში სამინისტროს სხვა დაინტერესებულ პირებს ჯგუფებს აქვთ პირდაპირ წვდომა ამ ობიექტს და ხდება მისი დაცვა ანუ ეს არის საჯარო პროცესი შემთხვევაში ნაცვლად ამისა ბათილაცნეს ეს ნაწილი და იქვე ჩაწერეს რომ დაევალოს სამინისტრო შესაბამის განყოფილებას დაიწყოს მუშაობა ძეგლის გადატანაზე ანუ მოძრავი ძეგლის სტატუსი რომ მიენიჭოს შემდგომში აღმოაჩინეს რომ ეს შეუძლებელი იყო ამის გადატანა როგორც ჩანს და უკვე წავიდა სხვა პროცესი აბსოლუტურად მოიხსნა არქეოლოგიური დაცვის ზონის ხაზიც და დარჩა არქეოლოგიური ობიექტი. ნუ ამის შემდგომ რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით პრინციპში კომპანიამ დაიწყო საუბარი რომ მე თუ ფართომასშტაბიანი მოპოვებით სამუშაოებს არ დავიწყებ ზარალი მომადგება როგორც ჩემს ეკონომიკურ და საინვესტიციო ინტერესს ხო მაგრამ აქ ლოგიკურად ჩდება კითხვა 2012 წელს კომპანიამ იყიდა ახალი ლიცენზია და ამ ლიცენზიაში პირდაპირ ეწერა პირობებში რომ ლიცენზია აუცილებლობა საყდრისი ყაჩაღიანის იმ მონაკვეთზე სადაც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ანუ აპრიორი მან თავიდანვე იცოდა რომ არ მოეხსნა თქვა სამინისტროს თავის დროზე სტატუსი 2013 წელში ის ვერც ვერაფერს ვერ იზამდა ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ თავიდანვე განსაზღვრული იყო რომ არ განიხილებდა ლიცენზიის გაცემის დროს საყდრის ყაჩაღიანი როგორც პოტენციურად მოსახსნელი სტატუსის მქონე ობიექტი ასეთ შემთხვევაში. ეხლა რაც ხდება ყველაზე საინტერესო ეხლა ხდება სამინისტროში როგორც მე ვიცი გადაწყვეტილებას არ იღებენ. ხო, 8 იანვარს არის წარდგენილი ახალი განცხადება გაძეგლების თაობაზე, როგორც დღეს ამას ეძახიან. ერთთვიანი ვადაა სტანდარტული ადმინისტრაციული წარმოების წესებით, 8 თებერვალი იყო ბოლო ვადა, დღეს 14 თებერვალია, მაგრამ სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ საბჭო შეიკრიბა, მისცა დადებითი ვიზირება და მინისტრისთვის სარეკომენდაციო მართალია საბჭოს გადაწყვეტილება სტატუსს მიანიჭებს თუ არ მიანიჭებს, მაგრამ მინისტრს ამ დონეზე გადაწყვეტილება არ მიუღია საერთოდ. ეს არის ექსკლუზიურად მინისტრის გადაწყვეტი, აქ არც თავრობა და არც ეკონომიკის სამინისტრო და არც სხვა სტრუქტურა ამ პროცესში არ მონაწილეობს. ხადია, შესაბამისად ჩემს აბსოლუტურად გაუგებარია, იგივე კანონის დარღვევის საფუძველზე ხდება პრინციპში ეს ყველაფერი, მინისტრმა ან უნდა თქვას, რომ დიახ, ძეგლის სტატუსი ენიჭება, ან უნდა თქვას, რომ არ ვანიჭებ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს ერთიც და მეორეც, ანიჭებს თუ არ ანიჭებს. ნუ ყველაზე კარგი გამოსავალი ალბათ მაინც აქ ის იყო, რაზეც თავიდანვე საუბარი იყო, რომ 6+6-ით მიენიჭებინა სტატუსი და შექმნილი იყო საერთაშორისო კომისია, სამთო არქეოლოგიის სპეციალისტებით დაკომპლექტებული და რეალური დასკვნა დადებული იყო, მართლა არის ეს თუ არა ამღირებულების ობიექტი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, თუ შეიძლება ამ ობიექტის, ასე ვთქვათ, სტატუსის გარეშე დატოვება და ინფორმით მოპოვება ოქროს იქ, როგორც ამას კომპანია ითხოვს. თუმცა ამ შემთხვევაში ისინი არ იღებენ გადაცემაში მონაწილეობას და ამიტომ მე გეტყვით საუბარი იყო იმაზეც, რომ სხვადასხვა სამინისტროებმა უნდა მიიღონ საერთო ჯამში გადაწყვეტილება და მთავრობა რადგან სტატუსის მინიჭებაზე საკითხებისა, ხარი ეკონომიკური საკითხი კიდე რაც შეეხება ინვესტიციებთან, საერთო სამთავრობო გადაწყვეტილება. გასაგებია, მაგრამ ზოგადად სტატუსის მინიჭება არ მინიჭება, ეს არის კულტურის სამინისტროს კომპონენტი ამ შემთხვევაში. არა, მინიჭება, არ მინიჭება, აქ არ არის მთავარი. მთავარი რა არის, იცით? პოვნა რაღაც კომპრომისული ვარიანტისა, რომელმაც შეიძლება ერთი და მეორე მხარეც, რომელიც ბუნებრივ კონფლიქტში არიან ერთმანეთთან, ბიზნესი და კულტურული მემკვიდრეობა ხშირად ძალიან ერთმანეთს ეჯახებიან, როგორც ვიცით, ასეთ მაგალითები უამრავია, თქვათ რაღაცა ნავთობსადენი რო გაყავდათ ან გაზსადენი, ბევრ ადგილას ისინი გადააწყდნენ არქეოლოგიურ ნაშთებს და აქ სერიოზული პრობლემები იყო. მაგრამ რაღაცნაირად ხერ ხდება ამის კულტურულად დღეს გაკეთება ცივილიზებულად, ისე რომ ან
არჩევანის წინაშე არ დავდგეთ, ან ერთმა წააგო 100%-იანად, ან მეორედ. თუ თქვათ იქ აი ამ საერთაშორისო მიუკერძოებელმა ხალხმა თქვა, რომ აქ იყო რაღაცა ისეთი მართლაც მნიშვნელოვანი, რომელსაც ეხლა ჩვენ მე არც ვიცი როგორ უნდა ნახოს იქ ხალხმა, როგორ დაათვალიეროს, იმიტომ რომ ეს დიდი მღვიმე, იქ უნდა ჩახვიდე, ფაქტიურად გამოშიგნულია მთა, ის დაინგრევა. თავარი მინუსი სამინისტროსი რა არის, იცით? აქამდე წელიწადნახევარი გავიდა, რო არ შეუმუშავებიათ, როცა ეს კონფლიქტი დაიწყო, რეალურად არ შეუმუშავებიათ სტრატეგია. მინისტრმა თქვა, რომ ქაღალდზე გაასწოროს ეს და მისცეს ძეგლის სტატუსი, ამითი არ შეიცვლება ადგილზე არაფერი, მაინც დაინგრევა ეკავრობა იმდენად სავალალო მდგომარეობაშია. სხვა რაღაცებში არ არის. ხო, არ არის. ამის გადარჩენის სტრატეგია არ არის შემუშავებული. ეს არის ერთი მინუსი. მეორეც, შეიძლება თვითონ იქ მოპოვების მეთოდი თუ ადამიანებმა არ დაათვალიერეს, ვერ დაათვალიერეს, რა საჭიროა მის შენარჩუნება, ხო ვთქვათ. შეიძლება იმ მეთოდის დემონსტრირება მოხდეს სადღაც ძალიან ისეთ ადგილას, ყველასთვის ხელმისაწვდომ და იგივე ამ არტეფაქტების გადატანაზე იგივე ამ კომპანიას, რომელსაც სურვილი აქვს ესეთი გამოხატული, მახსოვს მაშინ მეც მეუნებოდნენ, რომ რაც შესაძლებელია გითხარით, როგორ გადავიტანოთ და ამას ჩვენ თვითონ გავაკეთებთ. აი ესეთი რაღაცა თუ შესაძლებელია, ეს უნდა თქვან მიუკერძოებელმა ხალხმა და მერე უნდა გამოინახოს რაღაცა ისეთი კომპრომისი, რა სხვანაირად ერთმა წააგო 100%-იანი ან მეორემ იქნება სისულელე. ჯობოდათ რას გვეუბნება ეს კულტურის სფეროში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე, იმიტომ რომ იგივე ქალბატონი მარინე მიზანდარი საუბრობდა, რომ გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირს მინისტრს და ამ საკითხშიც მან აიღო ასე ვთქვათ ინიციატივა, იმიტომ რომ არავინ არ იყო ის, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებდა. ცოტა უფრო ფართო დრო შევხედოთ. უცნაური ის არის, იმიტომ რომ სუბორდინაციას ესეთი განცხადება არ ღვევს და არ ვიცი ამ ქალბატონს კარგად არ ვიცნობ, მე მას ვიცნობ ერთი ასეთივე გახმაურებული სიტუაციიდან გელაც როცა ეხებოდა საქმე, მან განაცხადა პირდაპირ გეტყვით ფაქტობრივი უზუსტობა ჩვეულებრივ ენაზე ტყუილი, როდესაც თქვა რომ ბაგრატი ამოღებულია იუნესკოს სიიდან, როცა ეს არ იყო. მან რატომღაც უნდოდა რომ ის წინააღმდეგი იყო ბაგრატის რესტავრაციის, ის მომხრე იყო ბაგრატის კონსერვაციისა. ეს ორი ფილოსოფია, რომელიც წინააღმდეგობაშია. ხო და ამიტომ ესეთი არასწორი რაღაცა გაავრცელა, რისთვისაც მე ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა თვითონ, იმიტომ რომ იუნესკომ გითხრა რომ არა ეს არ არის ესე, არ ამოიღე არავის ბაგრატი. და თუ ამოიღეს კიდეც ეს არ მოხდება ეხლა, მოხდება როდესღაც მომავალში. ასე რომ ეს ქალბატონი თუ სამ შემთხვევაში ქალბატონი მარინე იყო ერთადერთი, ვინც ღიად საუბრობდა. იცით რა, ადამიანი როდესაც ამ წუთას არ ვიცი მე კონფლიქტის შინაარსი, მაგრამ ამ თანამდებობაზე მიმუშავია და ვიცი, როდესაც ადამიანისთვის მიუღებელია გუნდის წესებით თამაში, ის თვითონ მიდის ამ გუნდში, ამ გუნდიდან, სანამ მას მოხსნიან. რომ მოხსნიან და მერე დაიწყებს რაღაც მიუღებლობაზე ლაპარაკს, ეს ცოტა არ იყოს, ვერ არის მაინდა-მაინც ჰარმონიაში წესიერებასთან. ამიტომ ამ ქალბატონის განცხადებებს მე როგორც ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებას. ის იყო ერთ-ერთი, ვინც ღიად საუბრობდა ამ პრობლემაზე გადაწყვეტილების მიღების. აი, რაც ახლა აღნიშნავდა რომ არც ეკონომიკური ინტერესები და არც კულტურული მემკვიდრეობის ინტერესები ეჯახება თუ არა ერთმანეთს, იმიტომ რომ საკითხის საკდრისის შემთხვევაში. აქ ბევრი მომენტია ძალიან. პირველი ის, რომ არსად არ არის ნათქვამი, რომ ეკონომიკური ინტერესები აღემატება კულტურული მემკვიდრეობის ინტერესებს. პირიქით, ჩვენ ვართ უამრავი კონვენციის მონაწილე, მათ შორის შეგვიძლია იგივე ფაროს კონვენცია გავიხსნათ, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკური ინტერესები ისე უნდა გამოიყენო, რომ მის ღირებულებას არ უნდა მიადგეს საფრთხე. პირდაპირ არის ნათქვამი და ჩვენ ამ კონვენციების მონაწილე ვართ. მაგრამ საქმე ის არის, რომ რამდენადაც მე ვიცი, ახლა მე არ ვარ დარგის სპეციალისტი, ცხადია, არც არქეოლოგი და არც გეოლოგი და ამ დისკუსიაში ვერ შევალ, მაგრამ როდესაც ლიტერატურას ვეცნობოდი, იქ იყო საუბარი იმაზე, რომ შეიძლება შახტური მეთოდით მოპოვება ამ ოქროსი, ისე რომ არ დაზიანდეს ეს ობიექტი. მაგრამ ეს არის უფრო ძვირი, ვთქვათ, ბრჭყალებში სიამოვნება, უფრო მეტი ხარჯის გაწევა მოუწევს კომპანიას ასეთ შემთხვევაში. ანუ თუ კი რაიმე ტიპის გამოსავალი არის, რომ ორივე მხარეს კონდეს იქ ვთქვათ, არსებობის და მუშაობის საშუალება, ეს უნდა იყოს ცხადია გამონახული ასეთ შემთხვევაში. იქ სადაც სახელმწიფომ დაუშვა შეცდომა, თუნდაც და ამ შეცდომით მიადგა ზიანი კომპანიას, კეთილი უნდა იყოს და უნდა აუნაზღაუროს, მაგრამ იქ სადაც კომპანიის მოთხოვნა იქნება არაობიექტური, ბუნებრივია, სახელმწიფო უნდა დაიჭიროს კულტურული მემკვიდრეობის მხარე, იმიტომ რომ ეს არ არის, ვთქვათ, კულტურული მემკვიდრეობა გაცილებით დიდი ღირებულება და დროში უფრო ვთქვათ, დიდი მოვლენაა, ვიდრე ოქროს საბადო, იმიტომ რომ იმას მოიპოვებენ, გადათხრიან, ვთქვათ, და 4 წელიწადში აღარ იქნება იქ არაფერი საერთოდ, მაგრამ ეს კულტურული მემკვიდრეობა უფრო ვთქვათ, დიდი დროის განმავლობაში შეიძლება. არის თუ არა ცხადი ის არის თუ არა კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც უნდა ხო, ეს აქ ძალიან საინტერესო რამ არის, რომ პირველი რომ
კანონის ძალიან მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის 100 წელზე მეტი თუ არის უკვე ეს დიდი საფუძველია რომ ეს ობიექტი იყოს. თავარი არის ღირებულება, იქ ოქროც რო არ იყოს, მარილიც რო იყოს და სპილენძიც რო იყოს, ან არ ვიცი რა ვიცი, სულ სხვა რამ რო იყოს, ნამოსახლარიც რო იყოს, უბრალოდ თუ კი ის იმსახურებს, მას უნდა მიენიჭოს სტატუსი. კანონი არ ამბობს რომ მაინც და მაინც გინდა თუ არა ყველაზე ძველი უნდა იყოს ეს თუნდაც იგივე მაღაროს ეს მოპოვების ამ შემთხვევაში უნიკალურობა უნდა შეფასდეს მისი ღირებულება უნდა შეფასდეს მაგრამ რასაც სამინისტრო აკეთებს დღეს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ ღირებულების შესაფასებლად იმიტომ რომ 35 დღეში კომისიამ დადო დასკვნა რომელსაც მე წავიკითხეს დასკვნა პირდაპირ კავშირი არ ქონია გერმანულ მხარესთან იქ ძალიან მინიმალურია ეროვნული მუზეუმის მონაწილეობა რომელიც სწორედ ეს მინულა შემეფასებინა რამდენად სწორად შეაფასა ვითარება ამ კომისიამ და საფუძვლიანად კომისიის შემადგენლობაში იყო განსხვავებული აზრი და ეს განსხვავებული აზრი თანდართულია ამ დასკვნაზე კომისიისა, რომ ისინი არ იზიარებენ და ერთ-ერთი არქეოლოგიის მოსაზრება იყო სწორედ რომ გერმანულ მხარესთან პირდაპირ კომუნიკაციის გარეშე ამის გადაწყვეტა. ასე არ მიიჩნია მან ვთქვათ ობიექტურ გადაწყვეტილებად. თუ კი ამას არა გერმანული მხარეც მე ბოდიში არ არის აქ დაუინტერესებელი მხარე, იმიტომ რომ გერმანულმა მხარემ და Volkswagen-მა ამაში ფული დახარჯა და ეს მათი პრესტიჟის საქმეა და მათაც ინტერესი აქვს ამაში რომ თუმცა ისინი საერთაშორისო კომისიის შექმნის წინააღმდეგ არ გამოსვლამდე და არ გამოსულან წინააღმდეგ და ზოგადად რასაც თქვენი სტუმარი ამბობს უკაცრავად სახელი და სულხანი რასაც ამბობს კი მიჭირს ისე ჩქარალაპარაკობს ყურის მიდევნება მაგრამ აზრი ეგეთია და ვეთანხმები ამაში რომ რომელი უფრო ღირებულია ასე დაყენება საკითხის არ არის სწორი ეკონომიური ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ძალიან დაუნდობელია, იმიტომ რომ ბევრად ძლიერია ვიდრე კულტურული ინტერესი. კულტურული ინტერესი იმ წუთას თუ არა სახელმწიფოს მხრიდან დაცვის, არავისგან დაცული არ იქნება. მას არ აყავს თქვათ დამცველი ასეთი ჯგუფები სახელმწიფოს გარეთ, არ აყავს. და ეკონომიურ ჯგუფს ყავს, იმიტომ რომ ის მან ფულია, მან დიდი კაპიტალია, ჩარეული დიდი ინტერესია და ის აი მან მაინდა-მაინც მხოლოდ ლობის დიდი ყავს პოლიტიკაშიც და ასე შემდეგ. მარტო ამას რომ მივაქციოთ ყურადღება, ის გათელავს ძალიან ბევრ რაღაცას, რაც მნიშვნელოვანია, თქვათ არა ამწუთიერი ჩვენი ყოფისთვის, არამედ მომავლისთვის და მნიშვნელოვანი იყო წარსულშიც. ეს ყველას ეკუთვნის რა. ამიტომ კულტურულ მემკვიდრეობას და ეკონომიკას შორის კონფლიქტი არ არის უნიკალური ჩვენთვის. ეს ყველგან ესეა. ყველგან ესე ხდება, მით უმეტეს ძველ ქვეყნებში, როგორც ჩვენ ვართ, სადაც არქეოლოგია დიდარია და ასე შემდეგ. ამიტომ ეს რაღაცნაირად შვიდად ყოველგვარ წივილ კივილის გარეშე შეიძლება გავაკეთოთ ისე რომ გამჭვირვალე და ეს ერთი შემთხვევა იყოს რაღაცნაირი მაგვარი ურთიერთობებისთვის სამაგალითო. იქნება თუ არა საერთაშორისო კომისია თქვენი აზრით გამოსავალი ამ შემთხვევაში რომ სტატუსი მაკვირვებს კულტურის სამინისტროს დღევანდელი მოქმედება ამბობენ რომ არ გვიშვებენო. ეს ძალიან უნიათო ოპოზიცია. იქ შესვლა ბოლოს და ბოლოს პოლიციის ძალით შეუძლიათ. არც მიუმართავთ ამდენადაც მე ვიცი. არ გვიშვებენ რას ქვია. როცა ესეც საქმეა იქ შეგიძლია უბრალოდ. სალიცენზიო ტერიტორიაზე ეს კომპანია შემთხვევაში არქეოლოგიური ობიექტი ამავე დროს და სრული უფლება აქვს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობისთვის რომ შევიდეს. მე მაქვს ნანახი კორესპონდენციები, როცა არ დაუშვეს სააგენტოს წარმომადგენლები, სამი შემთხვევა ვიცი მე მარტო როცა არ დაუშვეს და სამწუხაროდ მე ვერ მივიღე ინფორმაცია კულტურის სამინისტრო მიმართა თუ არა კომპანიას წერილობით ერთი და მეორე სამართალდამცავ ორგანოებს თუ მიმართეს რომ დაგვეხმარეთ რომ ვერ შევდივართ ამ ობიექტზე, როცა შენი კანონის მიერი ვალდებულებაა პრინციპში რომ შენ ეს ობიექტი ნახო, იმიტომ რომ თუ ის არქეოლოგიური ობიექტი განადგურდება, ისეთივე პასუხი უნდა აგონ იმ ჩინოვნიკებმა. თავად ინვესტორი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ეს ძეგლი თუ ობიექტი, ამ შემთხვევაში სადაო შეიძლება იყოს ტერმინები, უკვე დაზიანებულია და ნადგურდება ამ შემთხვევაში. მართალია, ეგრეა. ეს თუ რაღაც არ მოუგონეს, იქაურობა ისე იშლება და ინგრევა, რომ იმის კვალი არ დარჩება, სულ ამ კომპანიამ ის არ ააფეთქოს და არ დაამუშავოს, ის თავისთავად განადგურდება, ამიტომ რომ იქ არის წარმოიდგინეთ მთაში დიდი ესეთი მღვიმეები, დიდი ესეთი ცარიელი ადგილები, რომელიც აუცილებლად ჩამოიშლება რაღაც დროის. ეს იქ საუკუნეები მართლა დაწყებული, აი საბჭოთა პერიოდის ბოლომდე იქ ოქროს მოპოვება ხდებოდა. წარმოიდგინეთ, იქ არის უამრავი გვირაბი, რომლის გამაგრებები დღეს არის ძალიან უკვე არასანდო. ამიტომ იქაურობა მაინც ნადგურდება, დრო გადის თუ არა, იქაურობა განადგურდება და განადგურდება. სულ რო ხელი არ ახლონ. ამიტომ სასწრაფოდ არის რამე სტრატეგია ჭირდება რაღაცა. ან ისე, ან ესე. თავის მხრივ ინვესტორი საუბრობს იმის შესახებ, რომ წეგანას ვახსენეთ, რომ მას ადგება ზარალი, თქვენ ახსენეთ, რომ თავიდან სხვა პირობებით აიღეს ასე ვთქვათ, მათ ეს ლიცენზია და დაიწყეს სამუშაოები, თუმცა ისინი ამბობენ, რომ პროცესში გაჩნდა ეჭვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა რომ ეს არ იყოს ასეთი მნიშვნელობის ძეგლი და სწორედ ამიტომ შედგა იგივე კომისია, რომლის დასკვნასაც ისინი იშველიებენ და დღეს თვლიან თავიანთ თავს მსხვერპლად ისევე როგორც ის ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ და ასევე წარმოადგენენ ინტერესის ჯგუფს, რადგან მათი სამსახურებით კომისიის შესახებ უკვე თქვი ჩემი დამოკიდებულება, რომელმაც
თქვა დიდმა ნაწილმა კომისიის წევრებმა, რომ ეს ობიექტი არ იმსახურებდა ძეგლის სტატუსს და არაფრით უნიკალური და გამორჩეული არ იყო, თუმცა თავად ამ დასკვნის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს ცხადია. ორჯერ შეიკრიბა და კომისიის შექმნიდან მეორე დღესვე დაადგინეს, რომ იურიდიულად გაუმართავი იყო სტატუსის მინიჭება, ესეც ძალიან ბევრი კითხვას აჩენს და თავიდან პირველი რეკომენდაცია კომისიისა იყო, რომ მოვიდეს თანხმედრაში კანონთან, ანუ გასწორდეს ზუსტობა, მაგრამ მეორე ოქმი როცა შედგა უკვე და მეორე ხდომა ჩაატარეს, არანაირი ღირებულება არ აქვს, იქ თქვეს. ნუ ეს ცალკე თემაა ამ შემთხვევაში. ჩემთვის თავარია ის გარემოება, რადგან არის კი ბატონო, რადგან არის ორი განსხვავებული პოზიცია. და ისე როგორც იქ დასაქმებული ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის დასკვნია, როგორც ამბობენ, რომ ეს არის უნიკალური და უნდა კონდეს ძეგლის სტატუსი, ამას ამბობენ და არის მეორე კომისიისა, რომელიც 35 დღეში დაასკვნა, რომ არ იმსახურებს ეს სტატუსი. აქ გამოსავალი არის ერთადერთი ალბათ არ ვიცი ხა მე როგორც იურისტი ესე ვუყურებ შექმნან საერთაშორისო კომისია მინიმალურად იყო წარმოდგენილი ვთქვათ მოდავე მხარეები და უფრო დაკომპლექტებული იყოს დამოუკიდებელი ექსპერტებით, შესაბამისი პროფესიონალებით და მოდი ამაზე იმსჯელონ მათ ერთიანობაში, თორე ხა იურიდიულად გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია და ამისი გაფორმება, მაგრამ რა დაუდგება ამას უკან და რის საფუძველზე იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება, ეს მათ თქმა უნდა რთულია. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, არც ერთ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ვთქვათ კომისიამ დასკვნა არ უნდა დადოს, დღევანდელ სიტუაციაში კულტურის სამინისტროს მოქმედება არის აბსოლუტურად კონტექსტთან ამოვარდნილი. ის აღარც კი ამბობს, აღარც არას ამბობს, საერთოდ არაფერს აღარ ამბობს ამ თემაზე. და ის ბუნებრივად ხდება ახლა ის პროცესი, რასაც აღნიშნავდა, იმიტომ რომ იქ შეიძლება როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არაფერი აღარ იყოს. პასუხისმგებლობას გაურბის მოკლედ რა. და ეს არ არის სწორი. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ წუთას გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც განმოხდა სიტუაცია. და რა იქნება ეს ნაბიჯები, როდესაც არის ესეთი ეკონომიკური წნეხი, იგივე რაც თქვენა, ეკონომიკური ფაქტორის წნეხი. ჩემი აზრით ამის გაკეთება ძალიან მარტივად და მალე შეიძლება. შეიძლება უცებ დაკომპლექტდეს, ვთქვათ, 5-კაციანი, 10-კაციანი. თუმცა ვადები დაირღვა ამ შემთხვევაში. ეს არის სტატუსის მინიჭება და განცხადებაც იყო ეს და კომისიის არის გამოუწოდებელი რაღაცა. შეიძლება გააკეთონ მიუკერძოებული ჯგუფის მოწევა და იქ დარწმუნებული ვარ ერთ კვირაში შეიძლება. იმ პირობებში, როცა ასეთი სხვადასხვა არსებობს, იგივე მეცნიერებს შორის. იცით როგორ არის? არ არსებობს მეცნიერებთა შორის ამაში არ ჩართული მამიდაშვილობის ფაქტორი, შენიანი ჩემიანის ფაქტორი, იმიტომ რომ ყველა თქვით რომ ეს კომისია შესაძლოა მიკერძოებული იყოს. შესაძლოა იყოს, თუ იქნება ქართული ვიღაცისკენ იქნება, ვიღაცის ნაცნობი იქნება, გარწმუნებ ამ ჯგუფის წარმომადგენელი, იმ ჯგუფის როგორც ხდება ხოლმე უმეტესობა შემთხვევაში. და არ არის კომისია დაცული ამ კორუმპირებული გავლენისგან. ამიტომ კარგია რომ მოვიწვიოთ ხალხი, ვინც ღიათ ამას ჩაატარებს და ასევე მათ დისკუსიას ღიათ მოусმეთ. და შემდეგ კეთილგონიერების მხარეს დადგება სიმართლე, ესე არა. მაგ სხვა გამოსავალს ვერ ხედავ. ეს უნდა მოხდეს ახლა ასეთ დონეზე აიწია. ამისგან უნდა ვაქციოთ მაგალითი, რომელიც საომავლოდ გამოგვადგება ანალოგიურ სიტუაციებში. ერთ დავამატებ ეს რომ არ ყოფილიყო რაღაც ქვეტექსტები ამ ამბავში. აბსოლუტურად ჯანსაღი სიტუაცია მგონია მე სახელმწიფო, ზოგადად სამინისტროსა და კომპანიას შორის დავაროყოფილიყო და დაემტკიცებინა რომელიმე მხარეს ნამდვილი ღირებულება, მაგრამ როცა რაღაც ქვეტექსტები იკითხება, ლობირება ერთი მხარიდან ან მეორე მხარიდან ეს უკვე ცხადია. ხედავ, იმიტომ რომ მეორე კომისიასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი, რომ კომისიის წევრების ნაწილი კონტრაქტორები იყვნენ ამ RMG Gold-ის, რაც თავისთავად ინტერესთა კონფლიქტზე მიუწევს უკვე ასეთ შემთხვევაში და არ უნდა ყოფილიყვნენ კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტებაში აქტიურად იყო ჩართული კომპანია, როგორც ამბობენ. ეს რა თქმა უნდა არ არის ნორმალური სიტუაცია და ბევრ კითხვას აჩენს. ეხლა სულაც დასაბუთებული პასუხი დადოს. თუმცა ამ შემთხვევაში კომპანია დაინტერესებული. ბუნებრივია ისევე როგორც სამინისტრო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. სხვა თემაა ეს არის თუ არა. ამისთვის კი ბატონო შექმნით კომისია და ნახოთ. რატომ უჭირს თქვენი აზრით ამ შემთხვევაში, იმიტომ ხარ რომ იგივე პრემიერის გარშევიდა მაშინ თხოვნა ამის შესახებ. ორი მომენტი აქვს. ის რაც წერილობით დოკუმენტები გაიგზავნა, იქ ესე ვთქვათ აი რო გაჭირვება და გადაწყვეტილების მიღება არაფერი არ ეწერა, მაგრამ ვერბალურად რა კომუნიკაცია იყო ჩვენ არ ვიცით ამ შემთხვევაში და არა ქაღალზე, ოფიციალური დოკუმენტების სახით. შეიძლება რაღაც ვერბალური კომუნიკაციაც იყო, როგორც ხდება ზოგადად. ალბათ, ხო? და შეიძლება ამან შექმნა პრობლემა, მაგრამ პრობლემა ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რაც კულტურის სამინისტროს უჭირს. აი გაგახსენებთ, გასული წლის ბოლოს დაიწყო ეს პროცესი კულტურული მემკვიდრეობის კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, როცა ძეგლის სტატუსის მოხსნა სახელმწიფოებრივი ინტერესებით უნდა მოხდარიყო. აი ასეთი შემთხვევებისთვის არის მისწრება იმ კანონპროექტის კანონად ქცევა. მაშინაც არ ქონია სამინისტროს პოზიცია, ერთადერთი პოზიცია მინისტრისა იყო, რომ პარლამენტი ჩამოქნის ამ კანონპროექტს. არავის არაფერი არ ჩამოუქნია, ეს კანონპროექტი შემოდებულია თავრობდე პარლამენტში და ნებისმიერ დღეს შეიძლება ერთ რომელიმე სასესიო კვირაში იქცეს კანონად. აი მაშინ ნამდვილად სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით ჩვენ ასეთ შემთხვევაში. დიახ ბატონო, თუ დაამატებდით რამეს ამ თემაზე და ამით ჩვენი ბლოკის დასრულებული. არა, მე მგონია ის უხამა ყველაფერი დაახლოებით თქვა, ამ წუთას სანდო ჩემთვის პირადად არ არის არც ის გერმანული მხარე, ვინც იქ ფული დახარჯა, საკმაოდ დიდი გრანტი გამოყო, ამაზე Volkswagen-მა და ესენი კბილებით იცავენ, ახლა თავიანთ
შემოქმედებას, ასე ვთქვათ, პრესტიჟსაც. თუმცა არსებობს მათ შორის სამეცნიერო სტატიებიც ამ თემაზე გერმანულ საუბრობს კულტურულ ღირებულებას. ეს ყველაფერი ვარაუდების დონეზეა. ამიტომ კარგი იდეაა, რომ ისევ ამას აღუდგეს რაღაც პერიოდით დაუბრუნდეს სტატუსი და ამ სტატუსის გამო შექმნილი ხელშეუხებლობის ვადაში გავარკვიოთ მართლა რეალურად იქ რა არის და რამდენად ღირებულია. სხვას ვერაფერს ვერ მეტყვი. ძალიან დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს, მადლობა მაყურებელს, რომელიც ჩვენთან ერთად არის. არ გადარჩოთ ჩვენ მეორე ბლოკში დავბრუნდებით, ჩვენ შემოგვიერთდებიან არქეოლოგები გიორგი გოგოჭური და გოდერძი ნარიმანიშვილი. დაგველოდეთ, მადლობთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენ საუბრობთ საყდრისის მაღაროს შესახებ. ჩემთან ერთად სტუდიაში იმყოფებიან არქეოლოგები გიორგი გოგოჭური და გოდერძი ნარიმანიშვილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო სტუდიაში მობრძანებისთვის. დღეს ერთ-ერთი სადავო თემა მასთან დაკავშირებით არის, უნდა გქონდეს თუ არა საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ბატონ გიორგი, თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, არის თუ არა თქვენთვის საეჭვო, უნდა გქონდეს თუ არა სტატუსი და რა არის მისი სამეცნიერო ღირებულება? ვესალმებით. ვესალმები თქვენს მაყურებელს. მე 2007 წლიდან მუშაობ იმ ექსპედიციაში, რომელიც ექსპედიციაც იკვლევს უძველეს გამონამუშევრებს. ჩემთვის რა თქმა უნდა ეწვევს, რომ ეს არის არქეოლოგიური ძეგლი და ძეგლი თანაც არა საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი, არამედ მსოფლიო მასშტაბით არის ეს მნიშვნელოვანი და რაც მთავარი არის, იცით, ჩვენ ეს არ არის ვიღაცის წინასწარ აკვიატებული აზრი, რომ ეს არის ოქროს უძველესი მაღაროები, ეს არის იმ კვლევების შედეგად მიღებული დასკვნა, რომელიც ჩატარებული იქნა, რა თქმა უნდა, ჯერ საველე კვლევების შედეგად იქნა მოძიებული, იქ არსებული არქეოლოგიური მასალა, არტეფაქტები, სამუშაო იარაღები, კერამიკა იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი და იმ დროისთვის არსებული არქეოლოგიური კულტურა, რომელიც იყო გავრცელებული საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის მტკვარ-არაქსული კულტურის სახელი ცნობილი კულტურა. აი ამ კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი იქნა ნაპოვნი სიღრმეში, აი ამ ძველ მაღაროებში. დაახლოებით მიწის ზედაპირიდან 25-27 მეტრის სიღრმეზე. სხვადასხვა ადგილას და არა ერთ ადგილზე ჩაყრილი და დახოვებული ეს. აი ამ მუშაობის პროცესში მაღაროს არქეოლოგიური კვლევა 2004 წლიდან დაიწყო. 2005-2006 წლიდან უკვე გერმანული მხარეც ჩაება ამ კვლევებში. გერმანიის ქალაქ ბოხუმის სამთო მუზეუმის სპეციალისტები იყვნენ ჩამოსულები და ასევე ბოხუმის სამთო გეოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები. აი მაგათი მონაწილეობით მოხდა იმ ნიმუშების აღება ძველი გამონამუშევრებიდან და შემდგომში უკვე 2006 წელს ჩვენ გქონდა ხელთ რადიოკარბონული თარიღები ნახშირის ანალიზისა, რომელიც სიღრმეებიდან იქნა აღებული ამ ძველი მაღაროებიდან. ასევე გქონდა თარიღები ნიადაგის ნიმუშები, რომ აიღეს ამ ძველი გამონამუშევრებიდან იქ, სადაც დარჩენილი იყო კვარცის ძარღვების,
მომსხრეული ნაწილი ამ იმებში იყო გამონამუშევრებში, ის აიღეს გერმანელებმა და გაკეთდა ანალიზები, გაკეთდა ბოხუმის იმ სამთო მუზეუმის ლაბორატორიაში და ასევე რადიოკარბონული თარიღები დაახლოებით 10-12 რადიოკარბონული თარიღი გვაქვს ჩვენ ეს იმაში ციურიხის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში გაკეთდა იმისი ანალიზები, ანუ თარიღები გვაქვს ჩვენ რამდენიმე, ანუ მთლიანად ეს არ არის 1 და 2 თარიღი ხომ არის, გითხარით რომ 10-12 თარიღია და ყველაზე უძველესი თარიღი აი რაც გვაქვს, ეს არის 3360 წელი პლუს მინუს ძველი წელთაღრიცხვით. და აქედან მოყოლებული ბოლო ყველაზე გვიანდელი აი ამ სერიიდან თარიღების სერიიდან ჩვენ ბოლო არის 2580 წელი პლუს მინუს რაღაცა ისევე რა თქმა უნდა ეს არის მე-4000 წლეულის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ვიდრე მე-3000 წლეულის შუახანებამდე აი ამ ქრონოლოგიურ პერიოდს მოიცავს ეგვიპტემდე 1000 წლით ადრე ხო ეს არის თუ არა ეს რაც მას აძლევს ყველაზე დიდ მნიშვნელობას საერთაშორისო მნიშვნელობაზე საუბრობდით თქვენ სამეცნიერო თვალსაზრისით ჩვენი ისევე აი მე ისევე ვეყრდნობი იმ გერმანელი სპეციალისტების მონაცემებს მათი სამეცნიერო ცენტრების დასკვნებს და ისინი აღიარებენ უპირველეს ყოვლისა მათი ის იყო ეს პირველად რომ გამოაცხადეს საღდრისის მაღაროებზე თქვენს რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სამთამადნო კერაა სადაც მოიპოვებდნენ სამთო წესით ოქროს თუმცა ოქროს ქვიშრობის ოქროსაც მოიპოვებდნენ უფრო ადრე მე-5000 წლეულში იქ სადაც დაუშვათ გამადნება ოქროს მადანი სადაც არის და მდინარე ჩამოდის იმ მადნის გამოსავლები ირეცხება მდინარეებისგან და ჩამოდის და კალაპოტში ექცევა ეს იმის მდინარისგან გამორეცხილი ეს ქანები და მე თანდათანობით ის იქცევა ოქროს კენჭებად და აი ამას ქვიშას რეცხავდნენ უძველეს დროიდან პირველად ოქროს მოპოვება აი ეს ამ მის ქვიშის რეცხვით იწყება და ყველაზე მთავარი ის არის რომ ეს მეორე უკვე სამთო წესით ოქროს მოპოვება 100 ადრეული მსოფლიოში არსად არ არის დაფიქსირებული და ამიტომაც წამოვიდა ეს იდეა რა თქმა უნდა ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ძეგლი არამედ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ძეგლია სანამ რა თქმა უნდა კიდე რომელიმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არ იქნება მოძიებული და ნაპოვნი ამ დროს. დაგიბრუნდებით თქვენ მადლობა ბატონ გიორგი ბატონ გოდერძი თქვენთან გადმოვალ შეკითხვით ეს დისკუსია ასე გაფორმდა უხეშად რო ვთქვათ რომ თითქოს სამეცნიერო წრეებში არის მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხის შესახებ არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი ძეგლი თქვენ თვლით თუ არა ესე რომ ამ მასშტაბის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და თქვენთვის თუ არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი მოგესალმებით მეცნიერება კითხვის ნიშნების გარეშე არ არსებობს ამაზე უნდა შევთანხმდეთ ამ შემთხვევაში საღდრისზე უნდა ვისაუბროთ და იმ შეხედულებათა შორის ვინც თulis რომ აქ არ არის უძველესი მაღარო და ოქროს მოპოვება არ მიმდინარეობს ყველაზე რადიკალური განათქვამი არის ეს არის ფაბრიკაცია რაზეც ბატონმა გიორგი სამეცნიერო თაღლითობა ბატონი დავით ლომიტაშვილი ამბობდა და ბატონმა გიორგიმ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ყველაფერი და თქვა თუ რატომ არის საღდრისი უძველესი მაღარო. მეც რა თქმა უნდა ვეთანხმები და მინდა დავამატო რამდენიმე სიტყვა. საღდრისის მაღარო 30 წელზე მეტია რაც ცნობილია. პირველად ის პროფესორებმა, გეოლოგმა, მუჯირმა მეტალურგმა გივი ინანიშვილმა და არქეოლოგმა ბესარიონ მაისურაძემ აღმოაჩინეს და მიაკვლეს. მაშინ, როდესაც ახალი გვირაბი გაიყვანეს კვარციტის კომპანიის წარმომადგენლებმა. და იმ შემდეგ არის ცნობილი. ამის შესახებ დაიწერა სამეცნიერო ანგარიში
და წარსდგა ინსტიტუტებში, გეოლოგიის სამმართველოში და კიდევ ბერგანმა გამოიცა წიგნი. გარდა ამისა, არაერთმა ქართულმა გეოლოგმა და არქეოლოგმა ამას უძღვნა გარკვეული ნაშრომები. ისე რომ ეს არ დაწყებულა 2004 წელს ამის იკვლევა. უბრალოდ ძალიან ბევრი რამე მოხდა 80-იან წლების მიწურულიდან 2004 წლამდე ჩვენს ქვეყანაში და ამას შეაცეჩერა არა მარტო არქეოლოგია, არამედ ბევრი დარგის განვითარება. აი 2004 წელს დაიწყო ისე ხელახლა კვლევა საყდრისის და აღსანიშნავია რომ არქეოლოგები იქ გეოლოგებმა მიიყვანეს ხელმეორედ. როდესაც ისინი შევიდნენ ამ ახლად გეოლოგების დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით. დიახ, გეოლოგებმა მიიყვანეს, იმიტომ რომ ამ 80-იან წლების გვირაბში მათ კულტურული ფენები დააფიქსირეს და აი იმის შემდეგ დაიწყო აქ არქეოლოგიური სამუშაოები. მე არ შევუდგები ახლა ამის განხილვას, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ 2012 წლის ზაფხულამდე ყველაფერი ძალიან აი ესე შეხმატკბილებულად მიმდინარეობდა იქამდე რომ ამაყობდა კვარციტი ეს ოქროს მომპოვებელი კომპანია ამ თანამშრომლობით მიუხედავად იმისა რომ არც ერთი კაპიკი არ ქონია ქართულ მხარეს არც კვარციტს არც არავის აქ ჩადებული და მხოლოდ გერმანული სახსრებით მიმდინარეობდა სამუშაოები მაინც თავის გვერდზე ედოთ და ცდილობდნენ რომ მაქსიმალურად მაინც დახმარებოდნენ არქეოლოგებს და იყო დაპირებები რომ აშენდებოდა მუზეუმი და იქ აღმოჩენილი მასალები გადატანილი იქნებოდა და უცბად 2012 წლის სექტემბერში მოხდა ის რომ უცბად გაიყიდა თუ გასხვისდეს ახლა ეს მე ზუსტად არ ვიცი და არც პრინციპში მაინტერესებს როდესაც დაიწყო უკვე საუბარი იმაზე რომ თუ ეს მონაკვეთი არ აფეთქდა ამიტომ ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი მიადგება ქვეყანას და დაიკარგება ეს ამის შესახებ RMG Gold-ის ესე იგი ოქროს მომპოვებელი ინვენტორის გარდა არავინ არ საუბრობს ამიტომ მე ძალიან მიჭირს რაიმე თუნდაც როგორც მოქალაქეს გამოვიტანო კულტურის სამინისტროში კომისია შეიქმნა გასაგებია მაგრამ მოდი ესე ვთქვათ კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის ეკონომიკური დარგის საკითხების განხილვა ან ეკოლოგიის ან სოციალური ძეგლის სტატუსზე იყო აქ იყო ძეგლის სტატუსზე და დღეს ითქვა კიდევაც თქვენთან აქ რომ როგორ იმუშავა ამ კომისიამ თქვენი დასკვით აქ მეცნიერებიც იყვნენ დიახ ამ კომისიის დასკვნაში ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული ეკონომიკაზე, ეკოლოგიაზე და ბევრ რაღაცაზე როგორ მე მგონია რომ იქ ძირითადი საკითხი მაინც ძეგლის ყოფნა არ ყოფნის საკითხი უნდა ყოფილიყო და პირველ რიგში რომ თქვენთან აღინიშნეს რომ გერმანელ და ქართულ მეცნიერებთანაც უნდა ყოფილიყო გარკვეული რა ვიცი თანამშრომლობა და უნდა მათი აზრიც ეკითხათ. რაც თავარი ახლა მე რის თქმა მინდა რომ ოფიციალურად ამ კომისიას არ მოუთხოვია არც ანგარიშები ეროვნული მუზეუმიდან, არც მეცნიერებათა აკადემიაში ბარდებოდა ხოლმე ეს ანგარიშები. ეს უკვე უბრალოდ რაღაცა თითქოს კაი კერძო ინიციატივაზე დაფუძნებული ქმედებები, როდესაც მაგალითად ექსპედიციის ხელმძღვანელს ქართული მხრიდან ირინა ღამბაშიძეს ურეკავდნენ და ეუბნებოდა მოგვიტანეთ ეს დოკუმენტი ან ეს ანგარიში. მაშინ როდესაც ყველა ანგარიში ოფიციალურად ბარდებოდა ან კულტურის სამინისტროს შემდეგ და მანამდე მეცნიერებათა აკადემიას და იქიდან თუ გამოეთხოვა თუ იქ რამე არ აღმოჩნდა ეს არქეოლოგების ბრალი არ არის და ერთი რაღაცის თქმა მინდა თუ არქეოლოგი არ ჩააბარებდა ანგარიშს არ ქონდათ მათ საკმარისი მასალები თქვენი აზრით ხო არ მოითხოვეს იმათ არქეოლოგი თუ არ ჩააბარებდა ანგარიშს შემდეგ ნებართვას ვერ მიიღებდა ჩვენ ხო ნებართვის გარეშე არ მუშაობთ დღეს კულტურის სამინისტრო იძლევა ნებართვას ძეგლზე სამუშაოებისას ასე რომ ეს ყველაფერი იქ უნდა იქნეს მოკითხული ისევე როგორც ის დოკუმენტები რის საფუძველზეც თავის დროზე მიენიჭა საყდრის ძეგლის სტატუსი ისე რომ ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს ბადებს მაგრამ ყველაფერს რომ თავი გავონებთ აი დაუშვათ არ არის არც ის ვიცოდით იქ არის თუ არა საბადო და საერთოდ არქეოლოგია არის თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კომპანია რომელიც წიაღისეულის მოპოვებას და ამ კიდე კარიერის გახსნას გეგმავს აუცილებლად ჭირდება მას კულტურის სამინისტროდან შესაბამისი ნებართვა. კომპანია ვალდებულია ჩაატაროს კვლევა. ეს კვლევა წარადგინოს შემდეგ სამინისტროში და ამის საფუძველზე უნდა მოხდეს. ახლა
არანაირი კვლევა არ ჩაუტარები, ისე კი მოდით ასე ვთქვათ, 2012 წლის ზაფხულიდან მოკიდებული 2013 წლის ნოემბრამდე იყო მხოლოდ ერთ რამეზე ლაპარაკი. მოუხსნათ საყდრის ძეგლის სტატუსი და უნდა აფეთქდეს, იმიტომ რომ სხვა წესით აქ ჩვენ არ შეგვიძლია ოქროს მოპოვება. მაშინ როდესაც კანონი პირდაპირ ითვალისწინებდა გადატანა თუ არის შესაძლებელი ბატონ გოდერძი ეს თვითონაც ვინც ეს იდეა წამოაყენა იმასაც არ ჯერა ეგ არც მაშინ ჯეროდა ალბათ ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის გადატანა მოდით ასე ვთქვათ არქეოლოგიური ობიექტების ძეგლების გადატანა სოფლიოში მიღებული პრაქტიკაა საქართველოშიც არაერთი ძეგლია გადატანილი იგი სიონის წყალსაცავი როდესაც შენდებოდა იქიდან აკლდამა გადმოიტანეს და დღეს ის ღია ცისქვეშა მუზეუმშია თბილისის კუსტბაზე ჟინვალის წყალსაცავიდან არაერთი ძეგლი იქნა გადატანილი და ისინი დღეს დუშეთში არქეოლოგიურ ბაზაზე არის აშენებული დადგმული და ნახვა შეიძლება სვანური კოშკია გადმოტანილი ბევრი რამე ის ოდასახლებია გადმოტანილი ისე გადატანა შეიძლება გააჩნია რის ადრე აქ იყო საუბარი იცით რა გადაიტანეს პირამიდები არ გადაუტანეთ ტაძარი გადაიტანეს და სფინქსი გადაიტანეს რომელიც არის მონოლითი ქვაში გამოკვეთილი მონოლითი რომელიც დაიხერხა და მოხდა მისი გადატანა მაგრამ ეს არის მთა არაერთგვაროვანი მასაა იქ კლდეს არის ქვიშა და რა მდგომარეობაში იმიტომ რომ თვითონ ინვესტორი საუბრობდა რომ ის უკვე დაზიანებულია და ის ამბავი რომ აქ გაიჟღერა საუბარო იქ არაფერი აღარ დარჩა ან კიდე იმდენად არის დაანგრეული რომ არის თუ არა ესე ასე არ არის მოდი მანდამდე მინდა მივიდე ახლა მე ნოემბერში 2013 წლის ნოემბერში კი ჩაატარა RMG Goldman იქ არქეოლოგიური სამუშაოები და წარადგინა კიდევაც ანგარიში კულტურის სამინისტროში, მაგრამ არ დაელოდა შედეგს და 7 იანვარს დაიწყო იქ სამუშაოები. კი ამბობენ რომ ფართო მასშტაბიანი არ არისო, მაგრამ არქეოლოგიური ძეგლისათვის როცა ბულდოზერი მუშაობს, როცა ექსკავატორი მუშაობს და იქიდან გააქვთ დიდი მანქანებით, რა ვიცი, მადანია თუ მიწა თუ რა მნიშვნელობა ეს არის დაზიანება ძეგლის. რვაში მე და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ვიყავით იქ და პრინციპში დღემდე ეს სამი კაცი ვართ შეგიშვეს თუ არა იმიტომ რომ ზუსტად შეგიშვეს როგორ იცით ეს მივედით იქამდე დაცვა გამოვიდა ვესაუბრეთ გადაღების უფლება არ მოგცეს არ გადაგვიღია მაგრამ ველოდებოდით ვიღაცის მოსვლას რომელსაც უნდა ეჩვენებინა ყველაფერის და სანამ ის ვინმე მოვიდოდა მე თვითონ დავათვალიერე ამათთან ერთად მთელი ეს ტერიტორია ისე რომ ჩვენ ვნახეთ იქ რა ხდებოდა და მინდა გითხრათ რომ ესე იგი დღემდე RMG Golds არ აქვს ოფიციალური ნებართვა იქ სამუშაოების დაწყებისა პირიქით ბატონი ოდიშარიას ხელმოწერით RMG Gold-ის გენერალურ დირექტორს ეგანოს გაეგზავნა წერილი შეჩერების შესახებ. პირიქით არის. ამდენად ესე იგი იქ მართალია ეს RMG Gold-ის ინფორმაციით, იმიტომ ჩვენ არ ვიცით იქ რა ხდება, არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს, მაგრამ თუ ასეა მართლა და თუ იქ არაფერი არ ზიანდება და არც ძეგლია და არც რატომ არ გვიშვებენ ჩვენ და სხვა სპეციალისტებს რომ ვნახოთ ეს ტერიტორია. აქ თუ არა მათ უფლება რომ არ შეგიშვეთ. იცით რა შეესაბამება მე კულტურის სამინისტროსთან ერთად იყავით თქვენ წარმომადგენლები ამის შემდეგ კიდევ არაერთი ჯგუფი წავიდა იქ პოლიტიკოსებიც წავიდნენ ჟურნალისტებიც სპეციალისტებიც მაგრამ არავინ არ შეუშვეს საოცარი RMG Gold-ი ამას ეს არის კერძო ტერიტორია თუმცა ჩვენ იურისტებმა გვითხრეს რომ ეს არის სალიცენზიო ტერიტორია მხოლოდ და ის ისე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე უნდა იყოს ესე იგი სახელმწიფოსია უბრალოდ იმას აქვს მარტო ლიცენზია ამ ტერიტორიაზე ოქროს მოპოვებაზე. ამიტომ ესეც ჩემთვის პირადად გაურკვეველი რჩება. ამდენად დღეისათვის არავით არის იურიდიული საფუძველი RMG Gold-ს არ აქვს იქ სამუშაოების ჩატარების და უნდა შეგვიშვას და უნდა ვნახოთ რა ხდება იქ. დიახ, მადლობს ბატონ გოდერძი, ბატონ გიორგი, თქვენ დაგიბრუნდებით. მინდა რომ თქვენ შეაფასოთ კომისიის მუშაობა, რომელიც კულტურის სამინისტროში შეიქმნა ძეგლის სტატუსის საკითხი განიხილებოდა, ასე ვთქვათ და იგივე საპირისპირო არგუმენტებსაც შეგახსენებთ, იგივე დავით ლომიტაშვილი ვახსენეთ, ჩვენ ის ამბობდა, გარდა იმისა, რომ მას მიაჩნია, რომ ეს იყო თაღლითობა, ასე ვთქვათ, სამეცნიერო საუბარი იყო, რომ იმ დროს ნაპრალებში ცეცხლს ვერ დაანთებდნენ, ასევე რომ იარაღები იყო შეუსაბამო ოქროს მოპოვებისთვის და ასე შემდეგ. ალბათ თქვენც გსმენიათ ეს არგუმენტები, რა ამტკიცებს
იმას რომ ოქროს ნამდვილად მოიპოვებდნენ ამ დროს, უფრო ცხადი რომ იყოს. ჯერ კომისიაზე ვისაუბროთ და შემდეგ ამაზე გადავიდეთ. იცით, ხალბატონო სალომე, მე უფრო შორიდან დავიწყებ, აი ბატონმა გოდერძიმ თქვა, რომ 2012 წლის სექტემბრიდან უკვე დადგა საკითხი აი ამ RMG Gold-ის თუ რომელ მაშინ კვარციტი მადნეული ასე ერქვა. ინვესტორი კომპანია, ვინც მოიპოვებდა ადრე აქ ოქროს მადანს, ну, ამ კაზრეთის მიდამოებში, ბონისის რაიონში. მაგათ დაიწყეს უკვე იმაზე მუშაობა, ფიქრი როგორ მოეხსნათ ძეგლის სტატუსი საყდრისი ყაჩაღიანის მაღაროებისათვის. და როგორც არა მარტო ფიქრი კი არა მოქმედებაც დაიწყეს მოქმედებაზე გადავიდნენ და აი ბატონმა ნიკამ ყოფილმა კულტურის მინისტრმა თქვენთან აქ სტუდიაში განაცხადა რომ ჯერ კიდევ გადაბარების პროცესში მივიდნენ და სთხოვეს რომ საყდრისისთვის მოეხსნათ ძეგლის სტატუსი. ჩვენ ქალბატონ ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით ვიმუშავეთ იქ აი ამ მაღაროების ამ ძველი გამონამუშევრების სიახლოვეს ჩამოდის აბულმულგის ხეობა, ძველი ნასოფლარებია და მაშინ ჭირდებოდა უკვე წინასწარ დაიწყეს სამუშაოები, გამოსატუტი მოედნების მოწყობა, სანაყარო ადგილების მოწყობა უნდათ. საჭირო იყო იმ ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა, დაზვერვები. ჩვენ პირველი ეტაპის სამუშაოები ჩავატარეთ და იქ საკმაოდ ბევრი არქეოლოგიური ძეგლი იქნა ჩვენს მიერ დაფიქსირებული. ეს იყო 25 დღიანი ექსპედიცია და ჩვენ არ გვევალებოდა ბოლომდე გათხრა იმ ძეგლებისა. როგორც ვიზუალურად ისე სადაზვერო თხრილების მეშვეობით ну დადგინდა რომ იქ ძალიან ბევრი სამუშაო ჰქონდათ არქეოლოგებს მომავალში მაგრამ უკვე აი ამ კომპანიის წარმომადგენლები სექტემბერში სანამ ჩვენ იქიდან წამოვიდოდით და სანამ მეორე ექსპედიცია მიბრუნდებოდა იქ რა თქმა უნდა და უკვე გათხრიდა იმ ტერიტორიას იმ ძეგლებს საუბარი დაიწყო უკვე იმაზე რომ თქვენ თუ აი იმ საყდრისის მაღაროების სტატუსს არ მოუხსნით ძეგლისას, მაშინ ჩვენ ურთიერთობას აზრი არ ექნება და ანუ ვერ დავაფინანსებთ ამ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიცაც უნდა გაეთხარა ის ჩვენს მიერ გამოვლენილი ძეგლები. ქალბატონი ირინას პასუხი იყო მაშინ აი ამ კითხვაზე თუ თხოვნაზე რომ ეს უნდა მიემართა მას კულტურის სამინისტროსთვის, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის და ის კერძო პირი იყო, წარმოადგენდა ეროვნული მუზეუმს და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და არც რიგით თანამშრომლებს ამის ის გადაჭრა არ შეეძლო. და აი როგორც ჩანს, მე უკვე 2013 წლის დასაწყისიდან გარკვეული სპეციალისტები, არქეოლოგები, მათ შორის ბატონი დავით ლომიტაშვილიც და დანარჩენებიც უკვე შედიან კონტაქტში აი ამ RMG Gold-ის წარმომადგენლებთან. ანუ ისინი გარკვეულ სამუშაოებს ასრულებენ, ანუ კონცეფციას ამუშავებენ უკვე რას წარმოადგენს თვითონ ეს საყდრისის მაღაროები, არის თუ არა ეს უძველესი ოქროს მაღაროების ისინი ობიექტი და აი ამ კუთხით მიდის მუშაობა. მუშაობენ რამდენიმე კაცი და ასევე მუშაობა მიდის აი ამ სამთო მუზეუმის მოწყობაზე. უკვე როცა მას მიენიჭებოდა მოძრავი ძეგლის სტატუსი, ან უნდა მოხსნოდა მას, მაგრამ იცით როგორი იყო ეს მე ამას რატო ყვები, იცით? მე ეს ადამიანები, სპეციალისტები უკვე ძირითად ბირთვს წარმოადგენენ იმ კომისიისას. იქ აი კულტურის სამინისტროში რომ შეიქმნა ეს კომისია, ჩემთვის აი ეჭვს ბადებს. ფაქტიურად კარნახობდა როგორც ჩანს RMG Gold-ი კულტურის სამინისტროს, კულტურის მინისტრს თავის ინტერესებს და როგორც უნდა რაც უნდა და იმას აკეთებინებდა.
და აი ეს ხალხიც იქ აღმოჩნდა და აღმოჩნდა მათ მიერ შემუშავებული კონცეფციები დაუდეს იქ კომისიის კულტურის მინისტრს და ეს უკვე წინასწარ იყო ეს ყველაფერი მომზადებული და იქ რა თქმა უნდა ის მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნია იმის შესახებ რომ ისინი ამტკიცებენ რომ აქ არაფერი არ არის იცით იძახიან ის აპრიორი იძახიან რომ ეს აქ არაფერი არ არის და იმ დასკვნებს იმ ჩვენ მონაცემებს არ აღიარებენ უბრალოდ რაღაცა დროს მართლაც იყო იმის მოთხოვნა ქონდათ რომ იცით იქნება ჩვენ საერთაშორისო ექსპერტები მოვიწვიოთ და მათ დაამტკიცონ ან უარყონ არის თუ არა ეს მართლაც უძველესი რაღაც ფასეულობას წარმოადგენს თუ არა ჩვენი ქვეყნისთვის ეს საყდრისი ყაჩაღიანის გამონამუშევრები. ცოტა დრო გრჩება და მე უცებ ამაზე უარს აცხადებენ დღეს და უარს აცხადებს ისევე RMG Gold-ის ხელმძღვანელობა. ხო, არ გვინდა ჩვენ და იმ ერთ-ერთ შეხვედრის დროს მე არ ვიცი იძახის იმათი წარმომადგენელი რომ რას გადაწყვეტს RMG Gold მე ვეუბნები დაუშვათ მოვიწვიეთ არა ჩამოვიდა საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვიდნენ დაიწყეს აქ რაღაც სამუშაოები რა ანალიზები უნდა აიღონ დაათვალიერონ და მათ უნდა დადონ თავისი დასკვნა დაუშვათ დადებითი იქნა ეს დასკვნა მაშინ თქვენ როგორ მოიქცევით და მე არ ვიცი RMG Gold-ი რას გადაწყვეტს მაგრამ მე როგორც რიგითი მოქალაქე მოიქცევ ისე როგორც მოიქცეოდა ყველა ქართველი მოქალაქე ამას პასუხობს რა და ძალიან დიდი მადლობა ბატონებო ჩვენი დრო სამწუხაროდ დამაიწყრა დიდი მადლობა სტუმრობისთვის მადლობა მაყურებელს რომელიც ჩვენთან ერთად იყო ფოკუსი დღეისთვის დასრულებულია ჩვენ ორ შაბათს დაბრუნდებით ეთერში